სhalom მშვიდობისა დღეს 18 ივნისია ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ ვფიქრობ საინტერესო იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა თქვენთვის ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ჩვენს ეთერში ტრადიციულად შევიტყვეთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია 18 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს მარკიანეს, ნიკანდროს, იპერიქეს, აპოლონს, ლეონიდეს, არიოსს და სხვებს, ღირს თეოდორეს საკვირველთმოქმედს, ღირს ანუბის, ეგვიპტელ მეუდაბნოეს, ღირს დოროთეს, აბბა სერიდის სავანის მკვიდრს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობას და მფარველობას გისურვებთ ყველას და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას ანონს გაგაცნობთ რა არის და როგორ მოქმედებს სრულწმენა ადამიანის ცხოვრებაზე თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება საბურთალოზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით რუხაძე. დღეს ასევე ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შესახებ რა არის ამ ფაკულტეტის დანიშნულება თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთებიან ფსიქოლოგიის დოქტორი ასოცირებული პროფესორი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოწვეული ლექტორი ლანა სულხანიშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფაკულტეტის დეკანი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ისტორიის დოქტორი ბატონი გრიგოლ ხაჭაპურიძე. კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდის საგალობელი კონცერტისთვის ემზადება საღამო 21 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთებიან პატრიარქის ნათლულთა გუნდის ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე და მასთან ერთად რა თქმა უნდა ნათლულთა გუნდის წევრები. ესეთ იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ვფიქრობ საინტერესო, მრავალფეროვანი, ახლა კი ამინდის პროგნოზის დრო არის ჩვენს ეთერში. შევიტყვეთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და შემოგვიერთდება მამა დავით რუხაძე როგორც გითხარით.
დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, საბურთალოზე მდებარე სულთმოფენობის სახელობის ტაძრის ნომსახური დეკანოზი დავით რუხაძე შემოგვიერთდა, რა არის და როგორ მოქმედებს სრულწმენა ადამიანის ცხოვრებაზე, ეს არის ჩვენი საუბრის თემა. მამა დავით, დილამშვიდობისა, დაგლოცეთ. ერთმა დაგლოცოთ, წარმატებულ ეთერს გისურვებთ, გაგაძლიეროთ. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, როგორც თქვით, ჩვენ სრულწმენების შესახებ საუბრობთ. ზოგადად საიდან იღებს სრულწმენა სათავეს? აი, გამიგე ესეთი რამ, რომ აი კომუნისტურ პერიოდში, როდესაც ადამიანს აკრძალული ჰქონდა ეკლესიასთან ურთიერთობა და მოკლებული იყო ცოცხალ სარწმუნოებას, აი ამ დროს თითქოს ჩაანაცვლა სრულწმენებმა ის, რასაც ადამიანი ჭეშმარიტებისკენ მიყავს. ანუ სინამდვილეში როგორ არის? საიდან მოდის სრულწმენები? პირველ ყოვლისა განმარტოთ რა არის სრულწმენა. სრულწმენა კლასიკური გაგებით ეს არის გარკვეული ესეთი ირაციონალური ქცევა, ან ქცევის მოტივაცია, რომელიც უკვე იწვევს კონკრეტულ ქმედებას ადამიანისას. ეხლა ნახეთ თვითონ სიტყვა ცრუ ნიშნავს იმას, რომ ეს არის რწმენის საწინააღმდეგო, ანუ რაც არის ჭეშმარიტება და რაც არის დაუშვათ ნაქადაგები წმინდა წერილში და ქრისტე მაცხოვრის მიერ, ეს არის ამ ყველაფრის აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ. ეხლა კაცობრიობის გამომცდელი ბოროტი ვიცით, რომ ყოველთვის სარგებლობს ადამიანის სისუსტეებით და გამომდე იქიდან, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო ყოველთვის მიილტვის იმისკენ, რომ ის შეავსოს რაღაც სულიერმა ძალამ, იმიტომ რომ ყველა ადამიანში არის ჩადებული ხატება ღვთისა და ადამიანში რომელშიც არის ჩაბერილი უკვდავი სული. აი ეს უკვდავი სული სწორედ მიილტვის იმისკენ, რომ რაღაცამ შეავსოს აი ეს მისი შინაგანი სულიერება. და აი როდესაც ადამიანი არასწორად წარმართავს თავის ცხოვრებას, სულიერ ცხოვრებას იქ, რა თქმა უნდა, აი ხდება ისე, რომ ჭეშმარიტების ნაცვლად აი ამ შინაგან სამყაროს ავსებს არასწორი რამ, ანუ არასწორი მიმართულებები, ასე ვთქვათ. და ადამიანი იჯერებს ამას, შემდეგ უკვე გარკვეულ ასე ვთქვათ, ქმედებაში გადადის ეს ყველაფერი და აი ესე ვითარდება და ყალიბდება სრულწმენა. და დამოკიდებული ხდება რაღაც პერიოდის რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენ, რომ ბოროტი ძალა ცდილობს იმას, რომ ადამიანი მეტად მიიზიდოს, მეტად ჩაითრიოს, ასე ვთქვათ, და ხანდახან ხდება ისე, რომ როდესაც ადამიანს რაღაცა გონია ხშირად და ჯერავს რაღაცა ცრუ აზრის თუ რაღაც ისეთი ნიშან-თვისების თუ რწმენისა, სწორედ ბოროტი ძალა აკეთებს, რომ რაღაც მოვლენას ემთხვევა, ადამიანს გონია, რომ აი მე დავუშვათ ესე რომ გავაკეთე რაღაც და რაღაც არასწორად აი რაღაც დავუშვათ, ბევრი სრულწმენები ვიცით, ხო, ჩვენ დავუშვათ მიდრკილება დავუშვათ სრულწმენებისკენ. მაგალითად, აი მაგალითები შეიძლება მოვიყვანოთ ამისი. აი მაგალითად იციან ხოლმე ხეზე დაკაკუნება. ეხლა საიდან მოდის ეს ყველაფერი, ხო? აი ძველად აი შუა საუკუნეებში ესეთი ის იყო, ასე ვთქვათ, ესეთი არასწორი სწავლება, რომ აი ღმერთები ხეებში ცხოვრობდნენ თითქოს. და როდესაც ადამიანი უკაკუნებდა ხეს, ნიშნავდა იმას, რომ ღმერთს თითქოს მისი ესმოდა. აი წარმოიდგინეთ ახლა ესეთი არასწორი წარმართული პერიოდიდან მოდის და რა თქმა უნდა ეს მე შემდგომ გავრცელდა, დიდენად გავრცელდა, რომ ბევრი ადამიანი დღესაც აი ამას აკეთებს სამწუხაროდ. აი მაგალითად აი გატეხილი სარკე. აი ხა ესეც ვიცით ხოლმე ბევრს უთქვა რომ გატეხილი სარკე, როდესაც არ არის კარგი სარკის გატეხვა, იმიტომ რომ სარკეში აისახება ადამიანის სული და სხვათვის ეს სწავლება რომის ერთ-ერთმა პაპმა განავითარა, გრიგოლ დიდმა. და ის ამბობდა, რომ აი ესეთი მაგალითად აი ისა რა ქვია, როდესაც სარკეში აისახება ადამიანის სული და ის ტყდება, მოსალოდნია რაღაც უბედურებები ის ცხოვრებაში, ხო? და ადამიანებს სამწუხაროდ აი ერთხელ რომ ერთმა ადამიანმა ვიღაცას მოუყვა, ან შემდგომ აი ესეთი არასწორი სწავლება განვითარდა, ბევრი აყვა ამას და თან როგორც აღვნიშნეთ, ეს კი ბოროტი ძალა აკეთებს იმას, რომ ადამიანს ამას აჯერებს, მე მართლაც ხდება გარკვეული რაღაც წარუმატებლობა თუ ცუდი ამბავი მის ცხოვრებაში და ადამიანი ამას უკავშირებს, რომ აი მე რო ეს მომივიდა, ამიტომ ეს მე იმიტომ დამემართა. ანუ გარკვეული წინასწარ განწყობა აქვს ადამიანს, წინასწარ არის განწყობილი ცუდისკენ და რა თქმა უნდა ხა ბოროტი ძალა რისთვის არის? ის აკეთებს ყველაფერს იმას, რომ ადამიანი არასწორი გზით წაიყვანოს, ჭეშმარიტებას დააცილოს და ჩვენ რა აღვნიშნეთ, რომ ესე იგი
სრურწმენა თვითონ სიტყვიდან გამომდა რწმენის საწინააღმდეგო რამ არის. ანუ მართალი დიახ, მართალი რწმენა, როდესაც გვიპყრია ხელთ და ადამიანი მართალ რწმენას მიყვება და მიყვება სახარებულ სწავლებას და სახარებისეულ სწავლებას და იმ ჭეშმარიტებას, რაც იქადაგა თვითმაცხოვრებამ და შემდეგ მოციქულებმა, რა თქმა უნდა, მას აღარ გაუჩნდება ასეთი არასწორი წარმოდგენები და როდესაც ადამიანი სრულწმენისკენ მიყვეს, პირველ რიგში რისგან გაუნდებს ეს უცოდინრობისგან, არა საკმარისი ინფორმაციისგან, არა საკმარისი ცოდნისგან. აუცილებელია, ამიტომ აი ყველაზე პირველი და უმთავრესი რომ ამისგან რომ განთავისუფლდეთ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ის რომ ადამიანი ღრმად დაეუფლოს იმ ჭეშმარიტების ცოდნას და იმ ჭეშმარიტ სწავლებას, რაც არის მაცხოვრებელი, რაც მოგცა მაცხოვარმა, რაც მოგცეს მოციქულებმა და რაც არის გარდამოცემით, რა თქმა უნდა, ხა ადამიანი თავისუფალი ნებით არის გაჩენილი, ხო? ნებისმიერი წარმატება თუ წარუმატებლობა ადამიანის ცხოვრებიდან გამომდინარეობს, მისი არასწორი ქმედებიდან, რაღაცა მოვლენასთან არ არის ეს კავშირში. ეს არის პირველ რიგში დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანი არის პირველ როგორ ეხა გეტყვით არასწორად მიყავს ადამიანს თავისი სულიერი ცხოვრება. როდესაც არავსებს მას მადლი და წყალობა, ჭეშმარიტება. აი ჭეშმარიტებაზე რა ბრძანებ, მაცო მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება. და ჭეშმარიტება არავსებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას, ასეთ შემთხვევაში ავტომატურად მოქმედებს მასზე სხვა ძალა, სხვა წარმოსახვები, სხვა წარმოდგენები, რომელიც მრავლად არის დაღრული და სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ ადამიანს ამ ყველაფრის ჯერავს. დიახ. და აი სწორედ ეს დაჯერება და შემდგომ აი მოვლენაზე რაღაცა მოვლენის მიბმა მე რაღაც წარუმატებლობა მართლაც ხდება ადამიანს გონია რომ აი მე რო ეს მომივიდა ამიტომ ეს ესე მე შემდგომ ეს განვითარება პოვა მან არასწორი ჩემ ცხოვრებაში. დიახ, ანუ მამა დავით სრულწმენა არის ცოდვა, ხო, აქედან გამომდინარე. იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ იუმორით უყურებთ ასეთ საკითხებს, რომ აი შავმა კატამ გაიარა და ეხლა აქ ვერ გავივლით და თქვა აი თალმე კომუნისტების პერიოდი იმიტომ ვახსენე რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებში შეგვინიშნავს ესეთი მსგავსი მიდგომები საკითხის მიმართ. კიდევ აი 13 რიცხვთან დაკავშირებით ეს ძალიან გავრცელებული სრულწმენა არის. ორშაბათს თავი არ დაიბანო და რაღაც უცნაური სრულწმენები გაგვიგია, რა თქმა უნდა, მაგრამ იუმორით უყურებთ ზოგს ჯერა და ამით ცხოვრობს. ანუ ცოდვა არის ხომ ეს რომ რა თქმა უნდა. ეს არის ცოდვა, იმიტომ რომ ეს ადამიანს აშორებს ჭეშმარიტებას. როცა ადამიანი ღრმად შედის ამ ყველაფერში და ამის ჯერა და უკვე იმდენად ჯერა ზოგს რომ ამას ცხოვრების წესით ასრულებს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს არის ჭეშმარიტებისგან დააცილება და ნებისმიერ რაც ჭეშმარიტებას გვაცილებს ჩვენ, ეს არის ცოდვა. ეს არის კლასიკური გაგება ამის. ეხლა კომუნისტების პერიოდი რო ვახსენეთ, რა თქმა უნდა, ძველი თაობის ხალხმა, რომლებიც ღრმად ჩახედულნი იყვნენ სულიერ ცხოვრებაში, ასეთი რამების ნაკლებად სჭიროდათ, მაგრამ როდესაც ჭეშმარიტება გამოაცალეს ადამიანებს, დარჩა მხოლოდ აი ის გარდამოცემები არასწორი, რაც უკვე დაგროვილი იყო ხალხში და ამან ფართო გავრცელება ჰპოვა უკვე. ნახეთ, როდესაც ჭეშმარიტება აღარ იყო ხელმისაწვდომი, ადამიანს საიდან რა ესწავლა არ იცოდა უკვე, იმიტომ რომ აღარც ლიტერატურა არსებობდა, აღარც სასწავლებლები არსებობდნენ მაშინ, ხო ვიცით ეს ყველაფერი. უკვე ცხადია რომ ამას უღმერთო ხელისუფლებამ შეუწყო ხელი რომ ის არასწორი დაგროვილი ხალხში ის არასწორი წარმოდგენები და სრულწმენები აი ეს გავრცელებულიყო. აი ეს მიმართულება მისულიყო ხალხთან და სწორედ ამას შეევსო ადამიანების სულიერი მდგომარეობა. და ცხადია რომ ეს ყველაფერი ჩვენამდეც არის მოღწეული, თუმცა ძალიან სამწუხაროა და გასაკვირია რომ დღეს ადამიანების რაღაცა ნაწილი მე ვერ ვიტყვი რომ უმრავლესობა ღმერთმა დაგვიფაროს უმრავლესობა ვიყოთ ამ დღეში, მაგრამ გარკვეული არის ნაწილი დღესაც სამწუხაროდ აი ამ რაღაცა ნიშნებს, ასე ვთქვათ, სრულწმენით ნიშნებს მიყვება და ამის ჯერავს ასთავარია, სწამს, აი რწმენა რა არის, ნახეთ, ჩვენ გვწამს ღმერთი. დიახ. უხილავი, მაგრამ ჩვენთვის მისაწვდომი, მაგრამ ჩვენთვის გრძნობადი, მაგრამ ჩვენთვის საკმაოდ ახლო მყოფი. და გვწამს ის სწავლება, რაც მოგცა თვითმაცხოვარმა და შემდგომ მოციქულებმა და წმინდა მამებმა. ეს ყველაფერი სისტემაში მოყვანილია. ჩვენამდე მოღწეულია, ამას არაფერი არ წერტილმძიმის დამატებაც არ ჭირდება და მთავარია რომ ჩვენ ამ ყველაფერს სიღრმისეულად მივყვეთ, როცა ადამიანი სიღრმისეულად მიყვება რწმენის საფუძვლებს, სარწმუნოების საფუძვლებს, რაც მართლაც სარწმუნოა, რა თქმა სარწმუნოება, რწმენა. მაშინ მის ცხოვრებას უკვე აღარ უყურებს რაღაც მოვლენას, ის თავის სულიერ ცხოვრებას უყურებს პირველ რიგში, რომ ის სულიერად იყოს იმ დონეზე, რომ დავუშვათ ებრძვის ცოდვას, ებრძვის თავის თავში მანკიერებებს, ნებებს,
აი ხა მარხვის პერიოდში ვიმყოფებით, ხო? როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს წარმართავს სწორად, ებრძვის თავის შინაგან უარყოფით თვისებებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ის სწორგზაზე მიდის და დაუშვათ წარმატებას მიაღწევს, წარუმატებლობას, ეს ადამიანი რაღაცა სხვას კი არ აბრალებს ამას, რაღაც მოვლენა რომ მოხდა, იმიტომ კი არ მომივიდაო. ალბათ მე ვერ წარმართა ჩემი სულიერი ცხოვრება ისე, ან ღმერთს დავშორდი, გულგრილი გავხდი და ამიტომ ღმერთმა დაუშვა ჩემ თავზე რაღაც ესა თუ ის განსასწრელი. ეს არის სწორი ხედვა. მაგრამ როდესაც ადამიანი ამას არ უყურებს, არ ცხოვრობს ეკლესიურად დაუშვათ, არ აინტერესებს მას, პირდაპირ არ აინტერესებს მას სიღრმისეულად ჩაწვდეს სარწმუნოების საფუძვლებს და დაინტერესებულია აი ესეთი ოკულტური რაღაცებით, გინდაც ახლა შავი კატის გადარბენით, ხო ეს მიიჩნეოდა მაგალითად შუა საუკუნეებში რომ აი ჯადოქრები მაგალითად შავკატებს რაღაცა საშუალებად იყენებდნენ და ამის ჯეროდა ხალხს სერიოზულად და რაღაც ეს შავი კატის მიმართ ადამიანს გაუშვდა ხო რომ შავი კატა თუ გადაგიბენს ესე იგი ცუდი რაღაცა მოგივა ხო ხა რიცხვ 13-თან რატო იყო ეს იმიტომ რომ ესეთი არა ხა წარმოიდგინეთ რომ მაცხოვარს ყავდა 12 მოციქული და ასე რომ 13-ნი ისხდნენ და იუდა იყო მე-13-ო და ამიტომ 13 რიცხვი მიიჩნეოდა რომ ეს იყო ცუდი ციფრი მაგრამ თვითონ თავად ციფრში არ არის პრობლემა, ხო პრობლემა არის ადამიანის საქციელში, ადამიანის დამოკიდებულებაში ღმერთთან. როცა ადამიანის გული უცივდება ღვთის მიმართ და ჭეშმარიტი სწავლების მიმართ, იქ უკვე მის სულიერ მდგომარეობას ავსებს არასწორი წარმოდგენები. მე შეიძლება ამ დროს კიდევ ვიმეორებ, რომ გამომცდელი და ბოროტი ძალა ყოველთვის ჩასაფრებულია და უნდა რომ ადამიანი ამით დაიჭიროს. და ცხადია რომ ეხა ხდება ისეთი რაღაცა რომ ზოგი მაგალითად ადამიანის რჩევით ვიღაცა არასწორად ურჩევს და ამას ეს ჯერავს. ეტყვის რომ მოდი ესე გააკეთე, მოდი დავუშვათ იმასთან წადი, აბა ის რას გეტყვის და მაისში ხორცილი არ შეიძლება ეხლა იყო მაისში ხო რატო, ნუ ესეც გარკვეული სრულწმენა რომ რაღაც ვითომ ნუ ვარდი ყავის იმ დროს და ვარდო თქვა რომ ჩემზე ლამაზი არ უნდა იყოსო და ნუ ეს სისულელია რა თქმა უნდა ხო ელემენტარული, იმიტომ რომ ძალიან კარგი პერიოდი ყველაზე კარგია მაისი ხო, ჯვრის წერისთვის. ხადეს არ უნდა იყოს მარხვის დღეები და თუ ამას ადამიანი ასე შეხედავს და არ შეეშინდება, რაც თავარი ნახეთ აი ესეც ერთ-ერთი უდიდესი ფაქტორია ადამიანს ეშინია. აი რაღაცის ეშინია, აი წინასწარი შიში აქვს რაღაცის მიმართ. ესეც ეშმაკისგან არის, ბოროტისგან არის. და ჩვენ რას გვასწავლის ჩვენი რწმენა რომ ერთადერთი ადამიანს უნდა ქონდეს ღვთის შიში და შიში იმისი რომ არ დაკარგოს მან ის სულიერი საბურველი ღვთის წყალობა რაც ღმერთმა მას მისცა. მამა დავით აუცილებლად უნდა ვახსენოთ რომ ძალიან ბევრი ცრურწმენა უკავშირდება მიცვალებულის გაპატიოსნებას და ნუ ლამის არის ხოლმე რომ მთელი გარდერობი ჩააყოლონ მიცვალებულს მაშინ როდესაც ფსალმოს არ წაიკითხავენ თქვა შეიძლება პანაშვიდიც არ გადაუხადონ მაგრამ სავარცხელი ჩააყოლონ აი ამაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება რომ ეს რამდგომარეობა არის და რომ ეს არასწორია რა თქმა უნდა მეტნაკლებად ეხა ნახეთ აი მართლმადიდებლური სწავლებით თვით მაცხოვარმა სახარებაში მოგცა სწავლება იმის შესახებ, რომ სული უკვდავია, ხო? დიახ. სულის უკვდავების შესახებ არაერთი მაგალითია წმინდა სახარებიდან, როდესაც მაცხოვარი ბრძანებს არა არის ღმერთი, დართ არამედ ცხოველთა ყოველ ცხოველს მის წინაშე. ასევე მაცხოვარი ბრძანებს ასეთ სიტყვებს, რომ უпроსტად როდესაც ღმერთი გამოეცხადება მოსეს, ეუბნება რომ მე ვარ ღმერთი აბრაამისი, მე ვარ ღმერთი ისააკის და იაკობისი. ანუ ნიშნავს ის რომ ისინი გარდაცვლილები არიან, მაგრამ ღვთის წინაშე ყველა ცოცხალია. დიახ. მაგრამ იმ ქვეყნიური ცხოვრება, ვიცით რომ ეს არ არის დაუშვათ ეს უკვე უსხეულო ადამიანი, სული უკვდავია, იქ არის სულიერი სამყარო, სასუფეველიცათა, სადაც არს ნივთია, არს დაუშვათ მატერიალური რაღაც სარგებლობა, არაურო არსა სულთქმა, არამედ სიხარულით ცხოვრება იგი დაუსრულებელი, მაგრამ სამწუხაროდ აი ადამიანებს ესე გონიათ რომ იქაც სჭირდება რაღაცა ნივთი თუ სხვა რაიმე რაღაცა სახმარი ადამიანს სათა სასუფეველში და ესეთი არასწორი წარმოდგენები რა თქმა უნდა თქვენ ახსენეთ ავად სახს კომუნისტების პერიოდმაც ამას ძალიან ესეთი დიდი საფუძველი მისცა ასევე მრავალი ესე ვთქვათ ესეთი არასწორი სწავლებიდან გამომდინარეა ეს რომ ადამიანს იქაც რაღაცა ჭირდება ესე წარმართული სწავლება იყო, როცა სანამ ქრისტე მოვიდოდა, რომ ადამიანებს რაღაცებს აყოლებდნენ და დღესაც ეს შემორჩენილია. მე ერთ მაგალითსაც მოვიყვანა წმინდა სახარებიდან, იმიტომ რომ სახარება არის ჩვენი დიდი, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი საღვთო წიგნი, საიდანაც სწავლებას ვღებულობთ. აი ვიცით ჩვენ ეს ადგილი სახარებიდან, როდესაც მაცხოვართან მიდიან სადუკეველნი. და მასე წარმოდგენა აქვს, მაგრამ ეხლა ეს საწინააღმდეგო რაღაცა, რომ აღდგომა არ არისო და ესეთ რაღაცას ეუბნებიან, რომ აი
ვიცით ეს ცნობილი ადგილი სახარებიდან რომ ერთ ჩვენგანს ეს მოკლედ ცოლი ყავდაო და მოკვდა ეს კაცაც მამან შეირთო რომ ძმისთვის დაუშვათ მემკვიდრეობა აღედგინა და ისიც ბოლოს მეშვიდეც მოკვდაო და როდესაც აღდგომა იქნებაო ვისი ცოლი იქნება იქო ესეც არასწორი წარმოდგენა ქონდათ ხო მათ და მათ სხვა რა თქმა უნდა ეუბნება რომ ცდებით იმიტომ რომ მარადიულობაში არც იქორწინებიან არც განქორწინებიან ხო არამედ არიან როგორც ანგელოზნი ვითარც ანგელოზნი ცათაშინა აი ეს არის მაცხოვრის პასუხი მაცხოვრი აბათილებს ამ არასწორ სწავლებას და მათ სრულ რაღაც ესე წარმოდგენებს ხო აი სახარებიდანაც ვგებულობთ რომ მიუღებელია ქრისტესთვის მათი ესეთი არასწორი წარმოდგენები და ჩვენთვისაც ეს დიდი მაგალითია რომ იმისთვის რომ ვიცოდეთ რომ ნებისმიერი წარმოდგენა ან წარმოსახვა ან რაღაცა ისეთი ხო ვთქვით რომ ეს არის რაღაც გარკვეული ირაციონალური ქცევა ადამიანის რომელიც არ შეესაბამება საღვთო სწავლებას, სახარებისეულ სწავლებას, რომელიც არ უქადაგიათ და არ მოუწოდებიათ ჩვენთვის წმინდა მამებს, მოციქულებსა და წმინდა მამებს, ეს ყველაფერი არის სრულწმენა და სრულსწავლება. დიახ. და მამა დავით, აი სრულწმენა და ტრადიცია, რომ რაღაცნაირად არ აგვერიოს ერთმანეთში. სხვადასხვა რამე არის. იგივე მიცვალებულს რაც უკავშირდება მის გაპატიოსნებას, გლოვას, დატირებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენს სხვადასხვა კუთხეს, თქვა, თავისი ტრადიცია აქვს და შეიძლება ვინმე სრულწმენაშიც აერიოს, მაგრამ ბუნებრივია ეს გარკვეული ნუგეშიც არის უკვე ჭირის უფლისთვის, რომ პატივს მიაგებს თავის მიცვალებულს და აქ ალბათ რაღაც ზომიერება არის დასაცავი რომ აი ცოდვა რა არის ტრადიცია რა არის სრულწმენა რა თქმა უნდა ტრადიცია რომელიც არ ეწინააღმდება კიდევ ერთხელ ვამბობ სახარებილ სწავლებას და საღვთო გარდამოცემას ეს ტრადიცია რა თქმა უნდა კარგია და ტრადიციების დაცვაში ზოგადად ცუდი არაფერი არ არის მაგალითად აი რაღაც ბევრ დღესასწაულებს აღნიშნავთ ხოლმე ჩვენ რომელიც არ არის საეკლესიო მაგრამ საეროა თუმცა ამაში ცუდი არაფერი არ არის ხო მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი დაუკავშირდათ ოკულტურ რაღაც ბმულებს ან რაღაც ადამიანს გონია რაღაც მოვლენას უკავშირებს და უკვე ეს ტრადიცია უკვე აღარ არის ტრადიცია და გადადის სრულწმენაში ჩვენ ზღვარი უნდა დავინახოთ რა არის ტრადიცია რა არის ცუდი ტრადიცია არის ესეთი გარკვეული ერის ასე ვთქვათ თუ ქვეყნის რაღაცა გარკვეული ესეთი როგორ ვთქვა გარდამოცემითი სწავლება რომელიც არ ეწინააღმდეგება სახარებისეულ სწავლებას არის ხალხური დაუშვათ ხო იგივე დაუშვათ ახლა ხალხური სიმღერა მაგალითად ხო არ შეიძლება რომ ხა სიმღერაში ადამიანს ცუდი რამე დაინახოს ხო ცხადია ან ცეკვაში ან ცეკვაში რამე მაგრამ თუ დაუშვათ ახლა ის სიმღერა ან ცეკვა რაღაც ისეთი ტექსტია იქ ან ისეთი ქცევა იმ ცეკვაში რომელიც რაღაც გარკვეულ ოკულტურან რაღაცა სრულწმენებთან არის კავშირში უკვე რაღაცა აი ეს უკვე რა თქმა უნდა საშიშია და აი აქ ჩვენ უნდა ზღვარი დავიცვათ ანუ ტრადიციაში რომელსაც არ არის დაუშვათ ტრადიცია რომელიც უпростоრად რომელიც გარკვეულ ოკულტურ რაღაცა მოვლენებს აღიქვავს თავის თავში და შეიცავს ეს ტრადიცია უკვე აღარ არის ტრადიცია ეს არის უკვე სრულწმენა და კერპთაყვანისმცემლობაც პირდაპირ ვიტყვი და ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კიდევ ერთხელ ვიძახი იმ სწორ სწავლებას და იმ სწორ რწმენას, რასაც ჩვენ ვემსახურებით. დიახ, და ჭიაკა კოკონელობა ესე ქვია, ხო? ეს გამახსენდა, რომელიც ნების ბოროტძალებს დევნის ეს კვირაში იყო ხოლმე ბავშვობაში მახსოვს დიდ კოცოს დავანთებდით ეზოში და ესე იგი შეჯიბრი იყო, ვინ უფრო დიდზე გადახტებოდა და ესეც არის სრულწმენა. თითქოს ეშმაკების დაფრთხობა. თითქოს ეშმაკების დაფრთხობა, მაგრამ სასაცილოა ხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბოროტძალას რა აფრთხობს ჩვენგან? ეს არის თვითონ მაცხოვრი პასუხობს ამას სახარებაში. ნათესავია ეს არასად განს ლოცვითა და მარხვითაო, ხო მარხვის პერიოდ ჩვენ ყოფილი და თუ ადამიანი არის გულით მლოცველი, მარხვის დანიშნულებას სწორად ესმის და მარხულობს. მას მოყვასი უყვარს. იქცევა ისე როგორც უნდა იქცეოდეს მორწმუნე ადამიანი, ხო? რა თქმა უნდა, ბოროტიძალა ასეთი ადამიანისგან ფარველობაც ემატება ასეთ ადამიანს ღმერთისგან. შეიძლება ბოროტიზალა უფრო გააფთრებული ასეთ ადამიანის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი დაცვა ეს არის ადამიანში, რომ ადამიანი თავის ცხოვრებას წარმართავს სწორი გზით და მასთან არის ქრისტე და ის გზნობს ამას. და მასთან არიან ზეციური მხედრობა და ანგელოზები. როდესაც ეს ესეა, მაშინ ვერანაირი ბოროტიზალა ადამიანს ვერ დაამარცხებს. მაგრამ ეხლა სასაცილოა რომ ვთქვათ, რომ რაღაცა თითქოს ის ცეცხლი რო ანთეს ბოროტზალებს დევნის, ხო? ეხა ცეცხლი და გენია მისი მოგონილია და რა თქმა უნდა გარნა ლოცვითა და მარხვით ანუ რითი განიდევნება ბოროტიზალა ესეც გარკვეული ესეთი ცრურწმენა იყო დღესაც არის სამწუხაროდ ამაზე ხშირად დედა ეკლესიას უკადაგია და მამებს უკადაგიათ რომ ეს ასე ვთქვათ ესეთი ცრუ ტრადიცია ასე ვთქვათ
21 საუკუნეში აღარ უნდა სრულდებოდეს. დიახ. მამა დავით, ასევე არის გარკვეული არასწორი შეხედულებები საეკლესიო წესების აღსრულებასთან დაკავშირებით. არ ვიცი ამას სრულწმენა ქვია თუ უბრალოდ არასწორი დამოკიდებულება. მაგალითად, აი რამდენი სანთელი უნდა დავანთო, თუ სამ სანთელს არ დავანთებ, მაშინ რაღაც ცოდვაში ჩამეთვლება. აი მე გამიგია, რომ საღდგომო კვერცხის ნაჭუჭს ინახავენ არ ვიცი, გარკვეული დრო თუ მთელი ცხოვრება, ეს არ ვიცი. ანუ აი ესეც საკითხებზეც რომ გაამახვილოთ ყურადღება და რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს განათლებას და ვთქვათ გარკვეულ თუნდაც ზედაპირულ საღვთისმეტყველო ცოდნას, რომ ასეთი შეცდომები ადამიანმა არ დაუშვას. დიახ. აი ეს ძალიან სწორ და კარგ პრობლემას მივადექით, იმიტომ რომ აი ეკლესიის წიაღშიც კი ჩვენ ხვდებით აი მორწმუნე ადამიანებისგანაც ესეთ რაღაც ესეთი გარკვეული მოწესეობას ბრწყალებში, რომელიც აი მოწესეობაც არ არის. ეს არის რაღაც გარკვეული ადამიანების მოგონილი რამ, რომ აი დაუშვათ ახლა კენტია თუ ლუწია დაუშვათ რაოდენობა დანთებული სანთლების ასე ხა მარჯვენა ფეხით უნდა გადაავიჯო თუ მარცხენა ფეხით რაღაც ესეც გარკვეული სრულწმენა არის და წესების დაცვაშიც რა თქმა უნდა რაც დაუშვათ იგივეს ვიმეორებ რომ ეს არის ყველაფერი არანაკითხობის ადამიანი არ კითხულობს, არ ინტერესდება დაუშვათ სულ ლიტერატურით და გონია მას რომ რასაც დაუშვათ ვიღაცისგან გაიგებს, ამიტომ დაკმაყოფილდეს. ხშირად ჩვენ არასწორ ინფორმაციას ვღებულობთ სხვა ადამიანებისგან, თვითონაც არ იცის, ხო? სახარებაში ვიცი ბრმა რომ ბრმას წინა უძღოდესო, ორივეო თხრილში ჩავარდებაო, ხო? მაცხოვარი ბრძანებს. ანუ აქ რა თქმა უნდა სიბრმავე პირველ რიგში რაში გამოიხატება, რომ უცოდინრობაში ადამიანს მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანს თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ უნდა კონდეს გარკვეული საღვთისმეტყველო განათლება. ეხლა რა თქმა უნდა, ხა რიგით ადამიანს ერისკაც არ მოეთხოვება ესეთი ნაკითხობა და განათლება, რაც სასულიერო პირს, მაგრამ მანის მაინც უნდა იცოდეს, რომ რაღაცა მოგონილი წესებით არ ჩაანაცვლოს ის ჭეშმარიტება, რასაც ჩვენ მივყვებით. ამიტომ რომ ადამიანი დღევანდელი, მით უმეტეს, როცა არის ამდენი საშუალება, ლიტერატურა სულ ოდაგულო რამდენიც გინდა. ინტერნეტში არის ზღვა მასალა ამის შესახებ. არაერთი ქადაგება იდება YouTube-ზე თუ Facebook-ზე, ხო? შეიძლება ვნახოთ, წავიკითხოთ, აი ეს არის, როგორ გითხრათ, აი დაუსრულებელი ამ ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მუდმივად ეძებდეს, კითხულობდეს, ვითარდებოდეს. აი, როცა ადამიანი ამას აკეთებს, ხო, იმას სრულწმენა ვერ მოერევან. როცა ჩვენ არ ვკითხულობთ არაფერს დღის განმავლობაში, ხო, რაღაც ადამიანი იმდენად არის დაღლილი პრობლემებით, რომ წაიკითხოს კი არა რაღაცა რო ეუნებე რამე დღეს წაიკითხე და უშოთ რაღაცა გამოდის არაერთი გამოცემა საპატრიარქოს უწყებანი ან აი დაუშვათ ხო უნდა გაესწროს მორწმუნე ადამიანს ხშირად სამწუხაროდ ამას არ კითხულობენ და უფრო ჯერათ ისეთი რაღაცების რასაც დაუშვათ შეიძლება იგონიათ რომ ვიღაც არის გამოსტილი მორწმუნე უფრო იმანიცის მაგრამ შენ მანაც არ იცოდეს ასე რომ ისევ ამ შემთხვევას მივადექით ჩვენ როცა ბრმა ადამიანს თითქოს მისი წინამძღოლად ითვლება არც ერთმაინც და არც მეორემ ეს ყველაფერი და ხშირად არის მე ადამიანი ველოსიპედს იგონებს ასე ვთქვათ ბრჭყალებში და თვითონ რაღაცა ადგენს რაღაცა წესებს და სხვასაც აი ნახე ის ავტორიტეტია და იმან მითხრა და ის რომ იმან გითხრა იმან იცოდა თვითონ მოძღვართან რომ გადაამოწმოს ამ შემთხვევაში აი ხო აი ეგ არის რომ აი დაუშვათ ეს არის მოძღვართან უნდა გადაამოწმოს ცხადია რომ აქ იგივე სანთლების რაოდენობას ან გარკვეულ რაღაცეთ მოწესეობას რომელიც ადამიანს უფრო აბნევს და ჭეშმარიტებისგან აცილებს, ესეც არის გარკვეულწილად სრულწმენა რაც უქმედება უფრო დავარქვათ რაღაც, რომელსაც აი წმენასთანაც კავშირი არ აქვს. ხშირად არის ხოლმე. დიახ. მამა დავით, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ ეშინია ზოგ ადამიანს და აი შეპრობილი რომ არის ამ სრულწმენებით, თუ გადაუხვევს და ვთქვათ არ დაიჯერებს, გონია რომ ცუდი რამ შეემთხვევა. აი წაიკითხა ვთქვათ ბევრი რამ და გაიგო რომ სრულწმენაა და ეს არ არის წმენასთან კავშირში, მაგრამ მაინც აი ეს ჩვევა ვერ მოიშორა და მაინც აი ამ შიშის ქვეშ არის. აი რას ურჩევთ ესეთ ადამიანებს, როგორ შეიძლება რომ გადაილახოს ეს მდგომარეობა? რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეულწილად მათ აი შიში როგორ რაღაცა წეღანავს თქვი, რომ ბოროტი ძალას თილობს ამ ადამიანის შეაშინოს. აი თუ ესე არ მოიქცევა, აი აუცილებლად ესეთი რაღაცა მოუვა. აი ცალსახად ესეთი ადამიანი, როცა ადამიანი ამაზე ფიქრობს და რაღაც ესეთ გრძნობს ამას, უნდა იცოდეს, რომ მასთან არის არა ესეთი ჯანსაღი ძალა. არ არის ღმერთი ამ დროს. თუ ღმერთი ადამიანი არავის არ აშინებს, იქ მოგვიწოდებს. და გვეუბნება რომ აი ესე მოიქეცი, ესე გააკეთე, თუ არ გააკეთებ, რაღაც ესე ვისა, მაგრამ ესე ვიღაცამ რომ შეგაშინოსო, აი რაღაც შენ ნახე რა მოგივა, აი ესეთი ტონი მიუღებელია, ხო? სიყვარული იკარგება აქ. სადაც სიყვარული არ არის, იქ არის ბოროტება. და როცა შეც ადამიანს ეშინია ამისი, ხო? აი შიში ძალიან ესეთი ფაქტორია, ძალიან ცუდი. შიშარა ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია.
და ამისგან განთავისუფლება კიდევ შეგვიძლია მარტივია ძალიან, რომ ადამიანმა დაიწყოს დაუყოვნებლივ სრულყოფილი ეკლესიური ცხოვრება, მიაშუროს ტაძარს, მადლობა უფლოს ეს ტაძრები ბევრია და მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყოს განვითარება, ასე ვთქვათ, პირველ რიგში რითი, რომ წაიკითხოს რაღაცეები. ნაკითხობა ეს არის ძალიან დიდი რამ. აი ადამიანი უნდა იყოს ცოდნით აღჭურვილი. თუ ადამიანი უცოდინარია, აი უცოდინრობა არის ყველაზე დიდი მიზეზი აი ამ ყველაფრის ცრურწმენებისა. უცოდინარ ადამიანს შიშიც ერევა და ცრურწმენაც. როცა ადამიანი ცოდნას იძენს, იღრმავებს, ასე ვთქვათ, ამ ცოდნას. აი ელემენტარულ საღვთო ცოდნას, რომელიც აუცილებელია, მას სრულწმენა ვერ ერევა. ის უშიშარია, შიშიც ეცლება მას, იმიტომ რომ თუ მონაწილეობა დაუშვათ საეკლესიო საიდუმლოებებში, ეკლესიის ცხოვრებაში სრულყოფილად ეს ყველაფერი აი ამ გზით დაიძლევა. სხვა გზით თუ ეცადეთ ამას, ეს რა თქმა უნდა ვერ დაიძლევა და უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდებით. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით საინტერესო საუბრისთვის დაგლოცეთ. მე ერთმა დაგლოცეთ ჩემო კარგი. საბურთალოზე მდებარეობს სულთმოფენობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით რუხაძე საუბრობდა სტუდიაში. ახლა ლოცვის დროა ჩვენს ეთერში. მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე განბანომე და უფროს თოვლისა განსპედაკნე მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აქთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს
კეთილი უყა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და ვაგრძელებთ გადაცემას. დღეს ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შესახებ მიმართულებაზე, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ფსიქოლოგიურ მეცნიერებასა და ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. რა არის ამ ფაკულტეტის დანიშნულება, რა გამოარჩევს მას სხვა უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიური პროგრამებისგან, რას და როგორი მეთოდებით სწავლობენ სტუდენტები, რატომ იზრდება ამ სფეროს მიმართ ინტერესი, სწორედ აი ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად შემოგვერთდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფაკულტეტის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ისტორიის დოქტორი ბატონი გრიგოლ ხაჭაპურიძე და ფსიქოლოგიის დოქტორი ასოცირებული პროფესორი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოწვეული ლექტორი ქალბატონი ლანა სულხანიშვილი. დილამშვიდობის და ბატონო გრიგოლ, ქალბატონო ლანა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ვიცით რომ ახლოვდება შიდა გამოცდების პერიოდი. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და აი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა ფაკულტეტის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს მაყურებელს. დღეს გვინდა რომ ვისაუბროთ ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შესახებ. ბატონ გრიგოლ, რითი არის ეს ფაკულტეტი გამორჩეული? რით განსხვავდება იგი კლასიკური ფსიქოლოგიისგან და ასევე ტერმინი თვითონ ქრისტიანული ფსიქოლოგია რას მოიაზრებს? მოგახსენებთ, დავიწყებთ თავიდან აწნეტახსენებულმა უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ 2013 წელს დააარსა აღნიშნული ფაკულტეტი. უნდა აღინიშნოს პირველ რიგში ის, რომ სახელწოდებიდან გამომდინარე უკვე ნათლად ჩანს, რომ ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებისაგან განსხვავებით ქრისტიანული ფსიქოლოგია რამდენადმე განსხვავებულია. რას ნიშნავს ეს განსხვავება, რა იგულისხმება, რომ წმინდა ფსიქოლოგიური საკითხები უპირველეს ყოვლისა გააზრებულია ქრისტიანული მსოფლმხედველობითა და სარწმუნოებრივი თვალთახედვით. აი ამის კვალობაზე მოგეხსენებათ, რომ სწორედ აღნიშნული ფაკულტეტის ერთ-ერთი ძირითადი საგანი გახლავთ სწორედ ქრისტიანული ფსიქოლოგია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საუნივერსიტეტო დისციპლინებთან ერთად სტუდენტები შეისწავლიან ისეთ საგნებს, ძირითად საგნებს ქრისტიანული მიმართულებისა, როგორიც არის მაგალითად სოციალური ფსიქოლოგია, ქრისტიანული ფსიქოლოგია ვახსენეთ, განვითარების ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია, რომელიც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქრისტიანული ფსიქოლოგიის კვალიფიკაციის მინიჭებისათვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ უმთავრესი, რომ ბუნებრივია სტუდენტები შეისწავლიან საღვთისმეტყველო საგნებსაც და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ორი მიმართულების ფსიქოლოგიისა და თეოლოგიის სინთეზი ფსიქოლოგიას როგორც დისციპლინას
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენს. ხო? ფსიქოლოგიას როგორც დისციპლინას წერს მნიშვნელოვანია მისი ჩანს მაშინ მისი რაობა, ჭეშმარიტი რაობა. ამიტომ ფსიქოლოგიის შესწავლა სწორედ თეოლოგიის ჭრილში ფსიქოლოგიის რაობას და მნიშვნელობას განსაკუთრებულად გამოკვეთს. დიახ. აი აღინიშნა რომ არის სინთეზი თეოლოგიისა და ფსიქოლოგიის. აი უფრო კონკრეტულად თქვენ რომ გითხრათ ქალბატონო ლანა, როგორ არის დაბალანსებული თეოლოგიისა და ფსიქოლოგიის სწავლება და აი პროგრამებზე რაც გვეტყვით და ისევე საგნებზე, რასაც სწავლობენ სტუდენტები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორც თავად ამ სასწავლებლის კურს დამთავრებულისთვის. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ელისაბედ აი ამ ბალანსის დაცვა, რაც კიდევ განსაკუთრებულ, უნიკალურს და გამორჩეულს ხდის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტს და ამ ფაკულტეტზე არსებულ ფსიქოლოგიის პროგრამას. ერთდროულად ისწავლება, როგორც ბატონმა გრიგოლმაც აღნიშნა, შესანიშნავად საღვთისმეტყველო საგნები და ასევე ყველა სამეცნიერო ფსიქოლოგიის დარგი. პარალელურად ისწავლება, როგორც განვითარების ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ასევე კვლევის მეთოდები, შეიძლება ითქვას, რომ ინკლუზიური განათლების ფსიქოლოგიაც. ამასთანავე ისწავლება ისეთი მნიშვნელოვანი საგნები, როგორიც არის საეკლესიო მოძღვრება, წმინდა წერილი და განსაკუთრებულობა და უნიკალურობა ასევე ამ პროგრამის იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სამეცნიერო დარგი, რომელიც ისწავლება მეცნიერული ფსიქოლოგიის სამეცნიერო, ასე ვთქვათ, აი ეს დარგები, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ყველაფერი ისწავლება საეკლესიო მოძღვრების საფუძველზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რაც განსაკუთრებულ უნიკალურობას და მნიშვნელობას ბაზას ხო კიდევ ჩვენს ასე პროგრამას დაინტერესებულმა ადამიანმა რომ რატომ სჭირდება ფსიქოლოგ საღვთისმეტყველო საგნების ცოდნა. რასაკვირველია იმისათვის რომ ალბათ დღეს ჩვენ ვთქვათ რომ ძალიან კარგი და კვალიფიციური კადრი მივიღოთ, ანუ პერსონალი ფსიქოლოგი, კარგი ფსიქოლოგი პროფესიულ კომპეტენციებთან ერთად აუცილებელი არის მაღალზნეობრივი ასე ვთქვათ აი ეს პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგს. იცით, სწორად მინდა იყოს გაგებული და აღქმული ძალიან დიდი მოწიწებით, პატივისცემით ჩვენი კოლეგა და ჩემი კოლეგა ასე ვთქვათ ფსიქოლოგების მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ არის ხოლმე ისეთი შემთხვევა, რომ არის მაგალითად მოსაზღვრე მდგომარეობა, ის რაც არის ფსიქოლოგის კომპეტენცია და მეორე მხრივ რაც არის უკვე მოძღვრის კომპეტენცია. ამიტომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურს დამთავრებულს ძალიან კარგად უნდა შეეძლოს განსაზღვროს, სად მთავრდება მისი ასე ვთქვათ კომპეტენცია და სად იწყება უკვე მოძღვრის კომპეტენცია, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ფსიქოლოგმა რაღაც ისეთი რჩევა და მიმართულება მისცეს, რომელიც ადამიანის სულის ხონებისათვის იყოს საზიანო. ამისათვის აუცილებელი არის როგორც ქრისტიანული ეთიკის, ასევე პროფესიული ეთიკის დაცვა. ისინი ერთმანეთს არ გამორიცხავს ერთი შეხედვით, მაგრამ ნახეთ როგორ დგას საკითხი ელისაბედ, როდესაც საუბარი არის ქრისტიანულ ეთიკაზე, რა თქმა უნდა, აქ დაფუძნებული არის ქრისტიანული ეთიკა წმინდა წერილზე და საეკლესიო ასე ვთქვათ მოძღვრებაზე და რაც შეეხება პროფესიულ ეთიკას, ეს არის ის მოქმედება, ის მეთოდური სამუშაო, რომელიც და პრაქტიკული მუშაობა, რომელიც უნდა გასწიოს ფსიქოლოგმა მასთან მისულ პაციენტთან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ როდესაც ადამიანი მიდის ფსიქოლოგთან, ის არის ერთგვარად შეიძლება უფრო მგრძნობიარე, ხომ? მომატებული არის მასში გარკვეულწილად ემოციები, არის უფრო მეტად მოწვლადი და შესაძლოა ადვილად მოექცეს გავლენის ქვეშ, რაც საკვირველია, თუ კი ფსიქოლოგი არ იცავს პროფესიულ ეთიკას და განსაკუთრებით კიდევ აქცენტი მინდა გავაკეთო ქრისტიანულ ასე ვთქვათ ეთიკაზე, ანუ სად მთავრდება უკვე ფსიქოლოგის კომპეტენცია და სად იწყება შემდეგ უკვე სამოძღვრო ასე ვთქვათ პრაქტიკა. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ერთდროულად სწავლა ამ საგნების ასევე უმნიშვნელოვანესი არის იმ თვალსაზრისით, რომ საფუძველი ედება ჩვენ სასწავლებელში ინტერდისციპლინურ კვლევებს და მართლაც შეიძლება ითქვას, რომ არის ერთი დიდი სიამოვნება სასულიერო აკადემიაში საკვალიფიკაციო ასე ვთქვათ ნაშრომების დაცვის დროს, როდესაც საბაკალავრო
საბაკალავრო ნაშრომებს იცავენ ჩვენი კურსდამთავრებულები. საბაკალავრო ნაშრომების დაცვა არის მაღალ აკადემიურ პროფესიულ დონეზე და რაც მთავარი არის იცით, ყველა საკითხი დანახული არის როგორც საერო მეცნიერული, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ასევე ქრისტიანული სწავლების თვალსაზრისით და რაც მთავარი არის აქცენტები ამ დაცვის დროს კეთდება ხოლმე არა იმაზე, რაც განასხვავებს მეცნიერულ ფსიქოლოგიას და ასე ვთქვათ საეკლესიო მოძღვრებას, არამედ აქცენტი კეთდება სწორედ იმაზე, რაც აახლოებს აი ამ, ასე ვთქვათ, ორ მნიშვნელოვან სფეროს და ხაზგასმა კიდევ მნიშვნელოვანი არის იმაზე, რომ აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ დარგების ორივე, ასე ვთქვათ, მიმართულებით სწავლებაზე, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს, ასე ვთქვათ, შეუძლიათ ძალიან კარგად, რომ დაინახონ ადამიანში პიროვნება და არ დაინახონ ადამიანში, ასე ვთქვათ, მხოლოდ ის, რომ ის არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური არსება, არამედ ადამიანში არის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ასევე, ხომ? რაც არის სულიერი სფერო. ადამიანი არის ბიოფსიქოსოციალური და სულიერი, ასე ვთქვათ, სფეროს წარმომადგენელი, სფეროს, ასე ვთქვათ, აერთიანებს საკუთარ თავში და მთლიანი წარმოდგენა ექნებათ ჩვენს ფაკულტეტზე სტუდენტებს და კიდევ ალბათ რა შეიძლება ამ კუთხით დავამატოთ, ინტერდისციპლინური კვლევები, როგორც აღნიშნეთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი საფუძველი ამ ორი მიმართულებით დაახლოება სწორედ მეცნიერული ფსიქოლოგიის დარგების და საეკლესიო სწავლების. ნათელია, რომ პროგრამა არის მრავალფეროვანი, საგნები მრავალფეროვანი, რაც შეეხება პრაქტიკულ კომპონენტს უკვე სასწავლო პროცესში. აი ამაზეც მინდოდა მეკითხა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის და ალბათ ესეც არის გათვალისწინებული. კი ბატონო. რაც შეეხება პრაქტიკულ კომპონენტს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენს, ასე ვთქვათ, პროგრამაზე. პრაქტიკულ კომპონენტში ერთის მხრივ იგულისხმება აკადემიური თვალსაზრისითაც, რასაკვირველია, იმიტომ რომ ჩართული არიან სამეცნიერო, ასე ვთქვათ, მუშაობაში, გარკვეულწილად პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ ჩვენი სტუდენტების სწავლების დროს. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ სემინარულ მუშაობებში არიან ჩართულნი, მონაწილეობენ აქტიურად, გარდა ამისა, გარკვეული შემთხვევების განხილვაშიც იღებენ მონაწილეობას და რაც შეეხება პროფესიულ პრაქტიკას, იცით, თეორიული ცოდნა არის უმნიშვნელოვანესი, რასაკვირველია, მაგრამ ამავდროულად რეალურ პროფესიულ სივრცეში გამოსცადო ეს თეორიული ცოდნა ასევე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და ამის შესაძლებლობა აქვს ჩვენ სტუდენტებს, რომ სწავლების პერიოდში გაიარონ რეალურ პროფესიულ გარემოში პრაქტიკა. დიახ, და ჩვენ ვიცით, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარი არის განახლებული სულ განახლებაზე, ორიენტირებული განახლებაზე, განვითარებაზე და ბუნებრივია ეს აისახება სასწავლო პროცესზეც და სწავლის მეთოდებზეც. აი როგორ ვლინდება ამ მიმართულებით ეს რომ გითხრათ. ზოგადად, როდესაც საუბარი არის საგანმანათლებლო პროგრამებზე, რასაკვირველია, საგანმანათლებლო პროგრამა მუდმივად განახლებას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიის პროგრამა ღირსეულად აგრძელებს და ასრულებს, ხდება მუდმივად პროგრამების განახლება და რაც მთავარი არის, ეს არის, ასე ვთქვათ, გამორჩეული პერიოდი ხოლმე სასულიერო აკადემიაში, იმიტომ რომ მთლიანად პერსონალი, ადმინისტრაცია, პედაგოგები, მასწავლებლები, სტუდენტები, სწორედაც რომ ჩართულნი არიან და ფიქრობენ, როგორ გაუმჯობესონ, ასე ვთქვათ, სასწავლო პროცესი და ეს იგრძნობა ხოლმე. რასაკვირველია, განახლება ასევე უნდა ეფუძნებოდეს და ასეც არის საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს და ასე ვთქვათ, კიდევ იმ ფსიქოლოგიურ კვლევებს და იმ გამოწვევებს, რომელიც არის აუცილებელი, რომ იყოს გათვალისწინებული პროგრამის დახვეწისა და გაუმჯობესების პროცესში. დიახ, ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ვთქვათ, სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც აკადემიაში ტარდება, ვთქვათ, სასწავლო პროცესზე, სხვადასხვა ფაკულტეტზე და მოგვისმენია ასევე სტუდენტების აზრი და ვიცით, რომ გარემო არის ორიენტირებული სწორედ სტუდენტის მხარდაჭერაზე და ასევე, ვთქვათ, სამეცნიერო წინსვლაზე, განვითარებაზე და ისინი მონაწილეობენ ასევე სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, გაქვთ ურთიერთობები უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, აი ამ მიმართულებით რა შეიძლება რომ გითხრათ? ნამდვილად, ძალიან დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვისათვის. ერთი არის აკადემიური ცოდნა და განათლება და მეორე მიმართულებით სტუდენტების განვითარება ხდება
რა თქმა უნდა, სამეცნიერო მუშაობის თვალსაზრისით, რომელიც ასევე აუცილებელია და ინტეგრირებული არის, რა თქმა უნდა, ეს სამეცნიერო გამოცდილება არა მხოლოდ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფორუმებში. უნდა ითქვას, რომ ჩვენი სტუდენტები იღებენ მონაწილეობას, ასევე არის ასეთი პრაქტიკა, საუნივერსიტეტაშორისო კონფერენცია გქონდა ასეთი გამოცდილება. ძალიან კარგად მახსოვს, მე თვითონაც მონაწილეობდი უშუალოდ აი ამ პროცესში და ის სამეცნიერო მუშაობა, ასევე სამეცნიერო უნარების, კვლევითი უნარების ხელშეწყობასა და განვითარებას უწყობს ხელს კონფერენციები, რომლებიც იმართება ხოლმე ჩვენ სასწავლებელში მუდმივად წელიწადში, ასე ვთქვათ, ორჯერ და რაც მთავარია, წამახალისებელი არის ჩვენი სტუდენტებისათვის ასევე იმ თვალსაზრისით, რომ მათი მოხსენებების გამოცემა ხდება ხოლმე და მათ ეხმარებიან ასევე თავიანთი პროფესორ-მასწავლებლები, აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, მუშაობის პროცესში და მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ აი ამ ტიპის გამოცდილებამ, გარდა აკადემიური ცოდნისა, სამეცნიერო პრაქტიკული საქმიანობის და მუშაობის გამოცდილებამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, ასე ვთქვათ, ჩემს პროფესიულ ზრდაში და ჩემს პროფესიულ განვითარებაშიც, როგორც აღვნიშნე, მე თავადაც კურსდამთავრებული გახლავარ და ესეც შეიძლება ითქვას ამ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან დიდი უპირატესობა სასწავლებლის კურსდამთავრებულების კვლავ უკან მობრუნება და მათი ჩართვა სასწავლო პროცესში ერთის მხრივ და ის სამეცნიერო უნარები, რომელსაც დავეუფლე სასულიერო აკადემიაში, ჩემს სადოქტორო ნაშრომზე მუშაობის დროსაც წარმატებით გამომადგა და აქვე ვისარგებლებ და ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს, მათ შორის ბატონ გაგისა ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ და ზოგადად, ასე ვთქვათ, ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს უწყობს იმაში მთლიანად, ასე ვთქვათ, რექტორატი, ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, რომ განვითარდეს აი სამეცნიერო მუშაობის პრაქტიკა და უნარები ჩვენში. ერთი რამ მინდა კიდე რომ დავამატო, აქვე ვისარგებლებ ზუსტად ამ თემის გაგრძელება არის ერთგვარად, რომ აკადემიური წარმატებები აქვთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ხოლმე და ჩვენ გვაქვს ასევე სოციალურ მედიაში სოციალური გვერდი, რომელიც არის მხარდამჭერი ამ ჩვენი ძვირფასი კურსდამთავრებულების და ყოველთვის აი ეს კავშირი, რომელიც არსებობს პროფესორ-მასწავლებელს, სასწავლებელსა და კურსდამთავრებულებს შორის აგრძელებს კვლავ არსებობას და ამის საფუძველი არის ის, რომ მათ მიყვებათ აი ეს მზრუნველი და ძალიან თბილი გარემო, ერთდროულად სწავლება და რა თქმა უნდა, სწავლა როგორ გარემოში მიმდინარეობს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ამ გარემოს სათავეში უდგას რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ჟვიადაძე. კი ბატონო, პროფესორი, ესეც აღვნიშნოთ, რა პროფესიული პერსპექტივა აქვთ კურსდამთავრებულებს და აი დასაქმების კუთხით, აი თქვენ ძალიან საინტერესო თემაში შეეხეთ, რომ თქვენ ბრძანდებით კურსდამთავრებული თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის და ახლა დღეს უკვე ასწავლით, იქ უკვე ბრძანდებით ასოცირებული პროფესორი. რომ გითხრათ, რა პერსპექტივა აქვთ ამ კუთხით კურსდამთავრებულებს და რა უნარებს იძენენ ზოგადად ის ადამიანები, ვინც თავრებენ ქრისტიანული ფსიქოლოგიის პროგრამას? პერსპექტივის თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ ამ პროცესის თანამონაწილე მე თავადაც გახლავართ იმ თვალსაზრისით, რომ სხვა უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ასევე პროფესიულ საქმიანობას ვაგრძელებ აკადემიური კუთხით, სწორედ ჩვენი კურსდამთავრებულები მოხვდებიან აი იმ სასწავლებლებში და ეს არის შეიძლება ითქვას სული ზეიმით. ძალიან გვიხარია კვლავ შეხვედრა დღესაც აი ამ წუთს სამაგისტრო პროგრამაზე დღევანდელი მონაცემებით ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას და მათთან შეხვედრა ეს იყო დიდი ბედნიერება. ასე რომ იმის თქმა მსურს, რომ სასულიერო აკადემიაში ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფსიქოლოგიური პროგრამის კურსდამთავრებული არაფრით არ განსხვავდება, ასე ვთქვათ, სხვა უმაღლეს სასწავლებელში კვალიფიკაციის ჩარჩოს გულისხმობ მე სხვა სასწავლებლებში კურსდამთავრებული ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტის, ხომ? ანუ აქ საუბარი არის რაზე, რომ ის დიპლომი, რომელსაც გასცემს სასულიერო აკადემია, წარმატებით შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ადგილობრივ სწავლების შემდგომ საფეხურებზე, რომ გააგრძელოს წარმატებით სწავლა კურსდამთავრებულმა და ასევე საერთაშორისო, ასე ვთქვათ, დონეზე ჩვენი არაერთი, ასე ვთქვათ, კურსდამთავრებული არის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწორედ ამ პროფესიული ნიშნით განვითარებას. რა საკვირველია,
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მყარ-ცოდნას აძლევს სასულიერო აკადემია, მაგრამ პროფესიული, ასე ვთქვათ, დასაქმების კუთხით უნდა ითქვას, რომ საჭირო არის კვლავ კვალიფიკაციის ამაღლება, გაგრძელება, საკუთარ თავზე მუშაობა, რაც უკვე ეს არის კურსდამთავრებულის უპირატესობა. და აქვე აღვნიშნოთ, რომ სწავლა ყველა მიმართულებაზე უფასო არის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მიიღებიან როგორც გოგონები, ასევე ვაჟები, ასევე ფუნქციონირებს პანსიონიც თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ვაჟებისთვის და ესე იგი სამჯერადი კვებაც არის უფასო მათთვის. ბატონო გრიგოლ, აი თქვენ მინდა გკითხოთ ჩვენი საუბრის დასასრულს, რა არჩევებს მისცემთ იმ აბიტურიენტებს, ვინც ემზადებიან რომ ჩააბარონ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, რა გარემო დახვდებათ მათ და აი რას უნდა მიაქციონ მომზადების პროცესში, ყურადღება, აი გამოცდები ახლოვდება და ამასთან დაკავშირებით შეიძლება სანამ ამ კითხვას უპასუხებ, დავამატებ. ქალბატონო ლალამ ცლად ისაუბრა, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ ფაკულტეტისა გახლავთ სწორედ ის, რომ მოამზადოს რეკომენდაციები მართლმადიდებელი მოძღვრებისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგიური პრობლემა არსებობს, რეფერირება გაუწიოს შესაბამის სპეციალისტებთან. დავამატებდი ასევე იმას, რომ სამეცნიერო მუშაობას რაც უკავშირდება, ტარდება ძალიან ხშირად კონფერენციები, სამეცნიერო კონფერენციები, ხდება თარგმანება წიგნებზე, ასევე დახვეწა ხდება პროგრამების ლიტერატურის ადაპტირება ხდება, რომ მორგებული იყოს შესაბამისად სტუდენტებზე, რომლებიც ფსიქოლოგიის კურსს გადიან. რაც შეეხება გარემოს, რომ არის აბსოლუტურად საეკლესიო გარემო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არის მზრუნველობითი გარემო და ეს სწორედ მომდინარეობს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ, რომ თითოეული პედაგოგი, ადმინისტრაციის თანამშრომელი განწყობილია, არათუ განწყობილია, მოვალია, რომ ემსახუროს სტუდენტს და მსახურებაში გულისხმება, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მის სწავლას ხელი შეეწყოს, მის განვითარებას ხელი შეეწყოს, მის პიროვნულ ზრდას რომ ხელი შეეწყოს, არსებობს სასწავლებელში სულიერი მოძღვარიც მოგეხსენებათ, რომელიც თქვათ ყურადღებას აქცევს კიდევ მის სულიერ განვითარებას, მის სულიერ ზრდას. ამ შემთხვევაშიც კი უნდა აღვნიშნოთ ასევე ისიც, რომ სასწავლებლის პრიორიტეტი, რომ ჯერ კიდევ 2014 შემდეგ უკვე 2021 წელს სასწავლებელმა გაიარა ავტორიზაცია, ეს იყო ძალიან დიდი შრომა, უპირველეს ყოვლისა სასწავლებლის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განსაკუთრებული ძალისხმევა და მეცადინეობა იყო ამაში, რა თქმა უნდა, ხარისხის მართვის სამსახური იყო ჩართული და ავტორიზებული სასწავლებელია, ესეც, რა თქმა უნდა, ესეც კი არა უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი პრიორიტეტია იმისთვის, რომ სტუდენტი ამ შემთხვევაში მოვიდეს და ჩააბაროს თბილისის სასულიერო სასწავლებლო. მისი დიპლომი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, რაღაცის დამატება გინდათ ქალბატონო ლანა და ბრძანეთ. დიახ. ელისაბედ, აუცილებლად ხაზი კვლავ უნდა გაესვას ინტერდისციპლინურ კვლევებს, რომელმაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. სწორედ ერთ-ერთი მიმართულება არის ეს ინტერდისციპლინური კვლევა და რწმენისა და ცოდნის სინთეზს ემსახურება, სარწმუნოების გამეცნიერებას და მეცნიერების გასარწმუნოებას. ეს არის საფუძველი ზოგადად სასწავლებლისთვის. თქვენ თუ შეიძლება იკითხეთ თავში, რომ ტერმინი ფსიქოლოგია, აი ფსიქოლოგიის რაობა, ჭეშმარიტი დანიშნულება, რომ თვითონ ტერმინი ბერძნული სიტყვაა ფსიქოლოგია და ნიშნავს მოძღვრებას სულის შესახებ და უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სულის შესახებ ყველაზე უფრო უცდომელ და ჭეშმარიტ სწავლებას სწორედ ქრისტიანული მოძღვრება გადმოსცემს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და წარმატებები აბიტურიენტებს. წარმატება ვუსურვოთ ყველა აბიტურიენტს. მადლობა თქვენ. მნიშვნელობა არ აქვს ვისაც აბარებს ყველას წარმატება. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ისტორიის დოქტორი გრიგოლ ხაჭაპურიძე და ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის მოწვეული ლექტორი ქალბატონი ლანა სულხანიშვილი საუბრობდნენ სტუდიაში. ვაგრძელებთ გადაცემას. მცირე ვიდეო რგოლ შემოგთავაზებთ და დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
ვაგრძელებთ გადაცემას ძალიან საინტერესო თემით. კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდი საგალობელი კონცერტისთვის ემზადება საღამო 21 ივნის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ნათლულების გუნდის ხელმძღვანელი ლოტბარი მაია მიქაბერიძე და ხალხური საკრავების პედაგოგი გიორგი შაროვი. მოგესალმებით. და არაჩვეულებრივი წევრები ნათლულთა გუნდის. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ბავშვებო, თქვენ განსაკუთრებით დიდი მადლობა. ვიდრე საუბარს დავიწყებთ, მინდა რომ ბავშვებს დაუთმოთ ახლა ჩვენ სცენა და ეკრანი და ის განსხვავებული ფორმატით არიან დღეს წარმოდგენილები საკრავებით. შესრულდება მუსიკალური ნომერი და გისმენთ.
დიდი მადლობა, ერთი ცეკვა კი მოუხდებოდა ისე ამ არაჩვეულებრივ მუსიკალურ ნომერს. დიდი სტუდია რო გექნებათ, ცეკვაც სხვა დროს მე მგონი რომ რაღაცა სინთეზი უნდა მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მაია, სიახლე გაქვთ, ვიცი, ახალი საკონცერტო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც პირველი კონცერტისთვის ემზადება და 21 ივნისს, როგორც აღნიშნეთ, დასაწყისში გაიმართება ეს კონცერტი თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. აი მოგვიყევით კონცერტის საკონცერტო ჯგუფის შექმნის შესახებ, აი ამ სიახლის შესახებ და ასევე იმ კონცერტის შესახებაც, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და რომლისთვისაც თქვენ ემზადებთ. მოგეხსენებათ სურველები ჩვენთან გუნდში სიმღერის ბევრია და შესაბამისად რაოდენობა მოითხოვა ის, რომ ცალკე ჯგუფი ჩამოყალიბებული იყო საკონცერტო ჯგუფი. პირველ ჯგუფს, რომლებიც 10 წლის წინ დაიწყეს სიმღერა გალობა, დიდი გამოცდილება აქვთ, ხო, ეს ახალი ჯგუფი, რომელიც 2 წელია რაც აი ასეთი საკონცერტო ჯგუფის სახით ყალიბდება, მათი სითამამისთვის, მათი გამოცდილებისთვის გადავწყვიტეთ, რომ 21 ივნისი მთლიანად დაეთმოთ მათ და ასევე ჩვენ სიახლეს, ეხლა რაც მოისმით, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, ესენიც უკვე მეორე წელია რაც ჩამოყალიბდა და გვინდა რომ ჩვენ თვითონ ჩვენი თავის გამოვცადოთ და წავდგეთ მაყურებლის წინაშე. ესეთ აკადემიურ სივრცეში, როგორიც არის ეროვნული ბიბლიოთეკა, მართლაც განსხვავებული სივრცეა. მადლობა მინდა გადაუხადო პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს კონსტანტინ გამსახურდიას, ბატონ კონსტანტინეს, რომ დაგვითმო ეს სივრცე, აი ეს არაჩვეულებრივი დარბაზი და ჩვენც ვცდებით, რომ სათანადოდ წარვსდგეთ მაყურებლის წინაშე. აი ბატონ გიორგისაც ვთხოვთ, რომ რამდენიმე სიტყვით კონცერტთან დაკავშირებით გითხრას, როგორია სამზადისი? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მადლობა არ შემიძლია თქვა ქალბატონი მაიას მიმართ, მისი ოჯახის მიმართ, რომელიც მრავალი წლებია ერთგულად ემსახურება ქართულ ხალხურ სიმღერას და აყვარებს ასევე მომავალ თაობას ამ საქმიანობას. კონცერტის სამზადის რაც შეეხება ეს უმაღლესი საშემსრულებლო კულტურის მქონე გუნდია და შესაბამისად საპასუხისმგებლოა და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. და ეს საკრავები ესე უხვად წარმოდგენილი სიახლეა ესეც, ხო? ეს არის სწორედ გიორგის დამსახურება, ჩვენი პედაგოგის, ახალგაზრდა პედაგოგის, რომელიც არამხოლოდ ასწავლის დაკვრას, თვითონ არის პიროვნულად მაგალითი წესიერების, მოგრძალების და რა ვიცი, რაც ძალიან იშვიათია დღეს უკვე რეალობაში და აი ეს უკვე სიმრავლე გამოიწვია იმან, რომ სურველები ბევრი არიან, აქ ნაწილია წარმოდგენილი იმ ბავშვებიდან, რომლებიც დაკავებული არიან ამ საკრავების გუნდში შემადგენლობაში და აი ეს სიახლე გამოიწვია სწორედ იმან, რომ რაოდენობაც გაიყო, ორ ნაწილად შეიძლება ასე ითქვას და ეხლა დღეს ამ სიახლით შემოგიერთდით არა სიმღერით, მხოლოდ დაკვირით წავდგებით ჩვენი მსმენელის წინაშე დღეს პირდაპირ ეთერში. როგორი რეპერტუარით წარსდგებით მსმენელისა და მაყურებლის წინაშე? სხვადასხვა კუთხის სიმღერები, რა თქმა უნდა, საგალობლები. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ღონისძიება, რასაკვირველია, ეძღვნება უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორის ხსოვნას. და ეს დღეც იქნება მის დამიმიძღვნილი რეპერტუარით შესაბამისად იქნება ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები, ხალხური საკრავები. და კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რასაც უკვე სიურპრიზი გვაქვს და უნდა მოვბრძანდნენ და იქ უნდა ნახონ. ჩვენ არ გაგვიმხელთ? აუცილებლად გაგიმხელთ. კონცერტზე გაგვიმხელთ. შემდეგ 21 ივნისს. 21 ივნისს მოვბრძანდით ეროვნულ ბიბლიოთეკაში 5 საათზე კვირა არის და მე მგონი ყველა შეძლებთ მოგბრძანებას. და კიდევ ერთი მუსიკალური ნომრის შესრულება მინდა რომ გთხოვოთ. რა შეგვისრულებთ, რომ გითხრათ? რა შევასრულებთ? ხორუმს შევასრულებთ. ხორუმსაც მოუხდება ცეკვა. მაგრამ სხვა დროს შესაძლებელია რომ ცეკვაც და სიმღერაც ერთად იყოს. მაია, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. გთხოვოთ ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებს ხელმძღვანელთან ერთად რომ შეასრულოს ხორუმი, მე კი დავემშვიდობები მაყურებელს და აქვე ვეტყვი რომ ნათურლების გუნდის ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე და ხალხური საკრავების პედაგოგი გიორგი შაროვი გუნდის წევრებთან ერთად იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. მე გემშვიდობებით ელისაბედ აბულაძე უძღვებოდი დღევანდელ გადაცემას და გიტოვებთ არაჩვეულებრივ ხორუმს ნათურლების შესრულებით.